სახელმწიფო გრანტის სააგენტო ინიციატივებს წელის საჯარო კონკურსი გამოცხადებულია მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი აწერს ხელს განსაზღვრულია პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის გახლავთ მაგალითად ეკონომიკური განვითარება, განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა, ასევე სპორტის განვითარება, შრომა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა, თავდაცვა, უსაფრთხოება და რეგიონული განვითარება, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვა, სოფლის მეურნეობა, იურიდიული და პროფესიული განათლება, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. ნინო არღლიანია პირდაპირ ეთერში. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ საჯარო კონკურსი დღეიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ოფიციალურად გამოაცხადა. ორგანიზაციებს 11 აგვისტომდე აქვთ შესაძლებლობა წარადგინონ საგრანტო პროექტები და სახელმწიფოსგან მიიღონ დაფინანსება. პრიორიტეტული მიმართულებები წინასწარ არის განსაზღვრული. ისევე როგორც ის, რომ საგრანტო პროექტი პირველ ეტაპზე ღირებულება 100,000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, რაც შეეხება ვადებს, პროექტის ვადა მინიმუმ 3 თვე უნდა იყოს. იყავი აქტიური, პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ერთად გავაძლიეროთ ქართული სამოქალაქო საზოგადოება. დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები, საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ეკონომიკური განვითარება. ეს იმ პრიორიტეტული საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც სახელმწიფო გრანტების გაცემას იწყებს. დღეიდან 11 აგვისტომდე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოში საგრანტო პროგრამების გაგზავნა შეუძლიათ. ერთი თვე კომისიას დოკუმენტების განსახილველად სჭირდება, ხოლო მთავრობის სახელით პირველი გრანტი სექტემბერში გაიცემა. დაინტერესებული პირები თვითონ საგრანტო განაცხადის მაძიებლები და ასე თქვა ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მოვიაზრებთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. ეს გახლავთ არაკომერციული იურიდიული პირები, ნებისმიერ მათგან შეუძლია რომ ისარგებლოს ამ ინიციატივით. დღეს გამოცხადდება საჯარო კონკურსი, სადაც განსაზღვრული იქნება ყველა პირობა, დანართებად იქნება ყველა დოკუმენტი ატვირთული, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში განსაზღვრული 20 მილიონის ასიგნები, ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალურ საგრანტო წინადადებას, ამ კუთხით თავად გრანტის მაძიებელი განსაზღვრავს, თუმცა საკონკურსოდ ჩვენ გამოვაცხადეთ პირველ ეტაპზე მცირე გრანტებს, რომლის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს. პროგრამის მიზანი საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერაა. წარსულმა აჩვენა, რომ უცხოეთიდან მიღებული გრანტები ძირითადად პოლიტიკურ მიზნებს ხმარდება. ახალი საგრანტო პოლიტიკა კი მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით პირდაპირ მოქალაქეებამდე მივა. პროექტის გამჭვირვალობა დასაწყისშივე გარანტირებულია. როგორც ბოლოს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ უცხოელი აქტორების მხრიდან, ფაქტია, რომ აღნიშნული არ ემსახურებოდა იმ მიზნებს, განსაკუთრებით საქართველოს ეროვნულ მიზნებს, სახელმწიფოს ეროვნულ მიზნებს, რომელიც მნიშვნელოვანი არის ქართული საზოგადოებისთვის. საჭიროება დადგა სახელმწიფომ თავად აიღოთ ეს თავის თავზე, შესაბამისად შეიქმნა სახელმწიფო გრანტის სააგენტო, რომელსაც მთავრობის დადგენილებით განესაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები. კონკურსები იქნება ძალიან გამჭვირვალე, ჩატარდება რეალური კონკურსები და აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაციები რეალურად მოემსახურებიან საზოგადოებას, ქართულ ხალხს და მათ ინტერესებს და არა პირიქით. საგრანტო პროექტები უკვე მზად აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც არა მხოლოდ ორგანიზაციების გაძლიერებაზე, არამედ საზოგადოების დახმარებაზე აკეთებენ აქცენტს და აქ სახელმწიფოს ფინანსურ დონაციას. მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებმა შეამცირეს მხარდაჭერა და დაფინანსება, ამ ფონზე ეს სააგენტო ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გადავრჩეთ, გავძლიერდეთ და მდგრადი განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. უნდა აღნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია საზოგადოებრივი დამცველი აპირებს მონაწილეობას მიღებას კონკურსში. იცით, რომ სულ 12 პრიორიტეტი არის და 12 პრიორიტეტიდან ჩვენ სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით ვაპირებთ, რომ მონაწილეობა მივიღოთ. სტატუსის განსაზღვრა არა დიაგნოზით, არამედ საჭიროებების მიხედვით და საჭიროებების მიხედვით სერვისების მიბმა.
ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხი და მეორე საკითხი ეს არის კონვენციის იმპლემენტაციის ორგანოს ეფექტური ამუშავება შშმპ-თა ჩართულობით, რათა კოორდინირება მოხდეს პროგრამების, სერვისების, მუნიციპალური პროგრამების, ცენტრალური პროგრამების და თუ ჩვენთვის აკეთებთ, ხო უნდა გკითხოთ ჩვენ არაფერი ჩვენთვის ჩვენ გარეშე. ქართული საქმის მკეთებელი ორგანიზაციებისთვის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კარგი შესაძლებლობა, ამბობს ქართული ოცნება, რომელიც ასევე დარწმუნებულია, რომ ახალი პროგრამა ქვეყანაში არეულობის მსურველების ლუსტრაციას მოახდენს. ის პროექტები, რომლებიც ქართული ხალხის ინტერესებისთვის სასარგებლო არის, შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდება და ადამიანებს თუ აქვთ სურვილი, რომ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაში მიიღონ მონაწილეობა, აქვთ შესაძლებლობა სრულად, რომ იმართონ საქართველოს მთავრობამ, მოიპოვონ გრანტი და კეთილი საქმე აკეთონ, რაშიც რა თქმა უნდა ყველა კეთილსინდისიან ადამიანს უსურვებს წარმატებას. გრანტის მისაღებად საჭირო კონკურსი გამოცხადებულია. ეს პროგრამა უცხოური გრანტების აკრძალვას არ გულისხმობს. მოქმედი კანონით და გამჭვირვალობის დაცვით ორგანიზაციებისთვის მთავრობა ახალ შესაძლებლობას ქმნის. განაცხადი ელექტრონულ პოსტაზე.